სუფსის თათბირამდე საგანგებო შეკრება გაიმართა სამეგრელოში, ზუგდიდსა და ანაკლიაში რეგიონული განვითარების მინისტრი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში იმყოფებოდნენ. ანაკლიაში დავით ჩავლეაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სტიქიის ზარალის მაქსიმალურად შემცირების გზებზე ისაუბრა. ასევე განიხილეს ის ადგილები, რომლებიც სტიქიის შედეგად შესაძლოა ყველაზე მეტად დაზიანდეს. მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული სამეგრელოს საგანგებო სიტუაციათა სამსახური და საპატრულო პოლიცია, ტექნიკა მობილიზებულია მესტიისაკენ მიმავალ გზაზე, მეწყერ საშიშ მონაკვეთებზე. საგანგებო სხდომაზე საჭიროების შემთხვევაში ანაკლიაში მყოფი უკრაინელი ბავშვების ევაკუაციაზეც ისაუბრეს. ზუგდიდში პერიოდულად წვიმს, თუმცა უამიდობას ვითარების გართულება არ მოყოლია. არის ჩვენი ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით ჩამოყვანილი 130 უკრაინელი ბავშვი ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ასევე ის ბავშვები არიან, რომელთაც მაიდანზე დაეღუპა მშობლები. ჩვენ მზადა ვართ ყველანაირი ტიპის გართულებისთვის და ღმერთმაგნაცო ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროთ. ყველგან მობილიზებული არის კონტრაქტორი კომპანიები, მობილიზებულია ტექნიკა, რაც შეეხება მესტიის მიმართულებას, არის გარკვეული მეწყერსაშიში უბნები, ლახამულას და შავღელეს გულისხმობ, თუმცა აქაც სრულად არის მობილიზებული ტექნიკა და მაქსიმალურად იქ მყოფი ადამიანი ბუნებრივია თავის ძალას არ დაჟოგავს იმისათვის, რომ თუ რაიმე გართულება იქნება, თავიდან იქნეს აცილებული.